საერთაშორისო იზოლაციის ფონზე ოცნება საგარეო საქმეთა სამინისტროში მასშტაბურ წმენდას იწყებს. უქმდება დეპარტამენტები და პოზიციები თბილისშიც და საზღვარგარეთაც. რეპრესიული ტალღა პირველ რიგში რეჟიმის კრიტიკოსებს შეეხებათ, ვინც გაბედა და ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე უარი პეტიციაზე ხელმოწერით გააპროტესტა. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში პოლიტიკური წმენდის გეგმა კანონპროექტის სახით უკვე დევს. ოცნების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო საქართველოს ისტორიული შანსის მრავალი წლით დაკარგვას რისკავს, რის შესახებაც გაფრთხილებები სულ უფრო აქტიურად ისმის დასავლეთიდან. პარტნიორები ივანიშვილის მთავრობას მოკავშირედ არ განიხილავენ, რის გამოც ოცნება არ მიიწვიეს ვარშავაში, სადაც ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყანა იყო. რეჟიმისთვის ადგილი არ იყო არც თბილისში ევროპის დღეზე. ამიტომ ოცნება გეგმავს პროპაგანდისტულად გამოიყენოს ოლიგარქის პრემიერის ვიზიტი ალბანეთში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება. წინა შემთხვევებში ეს ფორმატი ოცნების იზოლაციის კიდევ ერთი მტკიცებულება გახდა. სალომე ლაბაძე აგრძელებს ამ თემებზე ფორმულას ეთერში საუბარს. გარდა იმისა, რომ ძირს უთხრის ევროინტეგრაციის პროცესს, რეჟიმი მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც პრაქტიკულად მთლიანად აუქმებს. სწორედ ესაა დიპლომატ ზურაბ ბატიაშვილის შეფასება, რომელიც საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მაკა ბოჭორიშვილი საგარეო უწყებაში უპრეცედენტო მასშტაბის საკადრო წმენდის ჩატარებას გეგმავს. საუბარი მინიმუმ 241 თანამშრომლის, ანუ ყველა იმ დასაქმებულის გათავისუფლებაზეა, რომელმაც ხელი მოაწერა პროევროპულ პეტიციას და ამით 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ რეჟიმი ცვლის საგარეო კურსს და აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს გააპროტესტა. ხოლო იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს, ანუ გზიდან ჩამოიშოროს განსხვავებული აზრის მქონე ყველა თანამშრომელი, მაკა ბოჭორიშვილმა პრიმიტიული მეთოდი აირჩია, მან გადაწყვიტა შესაბამისი შტატების გაუქმება. როგორც ირკვევა, მათ შორის 130 შტატი უქმდება საზღვარგარეთ საქართველოს სხვადასხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაშიც, ანუ ორივე იმ ქვეყანაში, რომელიც წესით საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა რჩებოდეს სახელმწიფოებად, რომელთანაც ურთიერთობის გაღრმავებით არის დაინტერესებული საქართველოს მთავრობა, თუმცა ოცნების პრიორიტეტები ჩანს, რომ განსხვავებულია. ეს ჩანს მათ შორის იმ სტრუქტურული ცვლილებებითაც, რომელსაც მაკა ბოჭორიშვილის თავაზობს საგარეო უწყებაში დასაქმებულ ადამიანებს. აქ როგორც ირკვევა, ყველაზე მეტი ცვლილება ეხება სწორედ იმ დეპარტამენტებს, რომლებიც ნატოში ინტეგრაციისა და ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მუშაობენ და კურირებენ შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას ამ მიმართულებებით. არის რეპრესიები ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ქვეყანა უყვარს და ვისაც ამ ქვეყნის განვითარება ევროპულ გზაზე წარმოუდგენია და არა რუსულ ორბიტაზე დაბრუნება. აი ამას ხედავთ საგარეო საქმეთა სამინისტროში 241 ხელმომწერია, აქედან დაახლოებით ნახევარი არის უცხოეთში დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და აი იმ შტატებს მთლიანად აუქმებენ. რომ შევხედოთ რა მხელა მასშტაბის რეპრესია არის, ეს არის ძალიან დიდი ციფრი, როდესაც 130 კაცი თამცირებ და კონკრეტულად მხოლოდ იმ შტატებს, რომელსაც ხელი მოაწერა ამ პეტიციას. აი ამ რეპრესიებს ხედავთ, თქვენ ისიც იცით, რომ ფაქტიურად დაბალ დონეზე ჩამოიყვანეს, გააუქმეს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს, შეუერთეს სხვა დეპარტამენტს და აქაც იგივე ნატოს დეპარტამენტის სამმართველოდ აქციეს, აქაც მიდის პროცესის, ასე ვთქვათ, დაკნინება, ევროინტეგრაციის პროცესის დაკნინება, როგორც კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, ისე სტრუქტურულად. გარდა იმისა, რომ საგარეო უწყებაში რეპრესიის პროცესს ჩაუდგა სათავეში, მაკა ბოჭორიშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემით მიიქცია ყურადღება. მე შეგახსენებთ, რომ წესით საქართველოს წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ვარშავაში იმ სამიტზე, რომელიც აერთიანებდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს და სადაც მოიწვიეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ყველა სახელმწიფო, თუმცა ამ შემთხვევაში ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც შემოვითხოვეთ პასუხები გუშინ როგორც მაკა ბოჭორიშვილის ასევე ქართული ოცნების სხვა ლიდერებისგანაც, თუმცა მათი პასუხი არის ისევ თავდასხმა ამ შემთხვევაში ვარშავის მთავრობაზე და იმის მტკიცება, რომ ვარშავის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მიხეილ სააკაშვილთან მეგობრობის გათვალისწინებით. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლონეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და მან შესაბამისად ეს გადაწყვეტილებაც მიიღო სწორედ ამ გაერთიანების თავმჯდომარე ქვეყნის მანდატით. ექსპერტები ამბობენ, რომ ის რომ საქართველოს დარჩა ამ შეხვედრის მიღმა, ეს არ იქნება გამონაკლისი შემთხვევა და ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ მიაღწია საკუთარ მიზანს, ქვეყანა მოექცია იზოლაციაში დასავლეთიდან და ის დაეტოვებინა მარტო პირისპირ რუსული საფრთხის წინაშე.
ეს იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული შეხვედრა, რომელშიც მიწვეული იყო ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი ქვეყნები. ის ფაქტი, რომ შეხვედრას ესწრებოდა პოტენციური კანდიდატი, როგორც არის კოსოვო და არა საქართველო, რომელიც ითვლება კანდიდატ ქვეყნად, ბადებს ეჭვებს, თუ რამდენად რეალისტურია საქართველოსთვის ამ სტატუსის შენარჩუნება. მსგავს მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს არ ყოფნა, ცხადია, მიუთითებს ქვეყნის მზარდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ იზოლაციას, რომელიც კიდევ უფრო ართულებს იმ მცირე შესაძლებლობის გაჩენას, რომ აღსდგეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის რაიმე სახის დიალოგი. საქმე იმაში, რომ ხა სხვა ქვეყნებსაც აქვს დემოკრატიული პრობლემები შეიძლება, რომლებიც მიიწვიეს ვარშავაში და მათ შორის შეჩერებული მოლაპარაკებებიც აქვს თურქეთისნაირ სახელმწიფოს, მაგრამ იქ არ დგას ლეგიტიმაციის პრობლემა არც ერთ ქვეყანასთან. ყველგან ხელისუფლება ითვლება მაინც ლეგიტიმურად, იმიტომ რომ არჩევნები ცნეს. და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რის გამოც საქართველოს არ მიიწვიეს არც ვარშავაში. როგორც მოისმინეთ, სპეციალისტები ამბობენ, რომ ქართულ მოცნებამ თავისი პოლიტიკით, მიზანმიმართული პოლიტიკით კანდიდატის სტატუსს გამოაცალა შინაარსი და ახლა არც ისაა გამორიცხული, რომ ფორმალურად დარჩენილი ეს სტატუსი, რომლის მოპოვებისთვისაც რეჟიმის წინააღმდეგობის პირობებში ქართულმა ხალხმა იბრძოლა და ეს მოახერხა, გაერთიანებამ გააუქმოს კიდეც. მანამდე კი ქართული ოცნება გამგზავრებას გეგმავს ალბანეთში, სადაც 16 მაისს ევროპის პოლიტიკური სამიტი უნდა გაიმართოს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მის გეგმაში შედის გამგზავრება ამ სამიტზე, თუმცა ვისთან შეხვედრა აქვს მას გადაწყვეტილი ვისთან შეხვედრას ისურვებდა და რა გზავნილებით ჩადის ის ევროპაში, იქ სადაც არაერთ ევროპელი ლიდერის გარემოცვაში იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვერაფერი უთხრა.